კი ბატონო, ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ რაჟდენ კუპრაშვილი პირდაპირ არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ დაკავშირებია, მან პირდაპირ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით. ეს შუამდგომლობა შემდეგ ჩვენ გამოვიხმეთ სასამართლოდან და დღეს გამოვაქვეყნეთ კიდეც, რაჟდენ კუპრაშვილი ითხოვს ბენეფიციარების შესახებ ყველანაირ პერსონალურ ინფორმაციას. შესაბამისად, რაჟდენ კუპრაშვილმა ეს ინფორმაცია მოსთხოვა სასამართლოს და შემდეგ საფარის ბენეფიციარები ყველა დროში თუ რაღაც კონკრეტულ ეპიზოდს თუ აი იქნებ უფრო მეტი გითხრას. 9 ორგანიზაცია, ვინც მიიღო ბრძანება სასამართლოსგან, სულ ყველას ერთნაირად მოეთხოვა ყველა ხელშეკრულების და ყველა ბენეფიციარის შესახებ პირადი მონაცემები, მათ შორის პირადი ნომერი, ფოტო, ვიდეო, მასალა და ყველაფერი, ესენი ანუ სულ ითხოვდა რაჟდენ კუპრაშვილი ამას და დოკუმენტურად ეს დასტურდება და შესაბამისად ეს არის სიცრუე, როცა იძახის, რომ არ მომთხოვია. რაც შეეხება იმას, ჩვენ გავასაჩივრეთ, ცხადია სასამართლოში და ვთქვით, რომ წარმოუდგენელია ამ ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ იცით, რომ სასამართლომ უარი გვითხრა. ჩვენმა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ბავშვმა ასევე გაასაჩივრა ცალკე სასამართლოში და პირველი ინსტანციამ უარი უთხრა და შემდეგ უკვე მიმართა გაეროს ბავშვთა კომიტეტს. ბავშვთა გაეროს კომიტეტმა მოუწოდა ყველა უწყებას საქართველოში, რომ არ გაასაჯაროვონ, არ გამოითხოვონ და არ გადასცენ ამ ბავშვის შესახებ ინფორმაცია. სწორედ ამის შემდეგ მხოლოდ გუშინ ბავშვმა მიიღო წერილი, სადაც წერია, რომ რაჟდენ კუპრაშვილი არ ითხოვს მის პერსონალურ ინფორმაციას. თუმცა ჯერჯერობით ის სასამართლო ბრძანებები, რაც არსებობს, ითხოვს ამ ინფორმაციას. ეხლა გვაქვს ისეთი მდგომარეობა, სადაც არის კოლიზია, სადაც გაერო გვეუბნება, რომ არ უნდა მივცეთ არავის ეს ინფორმაცია, ხოლო შიდა სასამართლოები გვეუბნებიან, რომ ეს ინფორმაცია უნდა გავცეთ. ამ ეტაპზე ბავშვი ელოდება აპელაციის პასუხს და ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო უკვე გაითვალისწინებს ამ მდგომარეობას, გაითვალისწინებს გაეროს მოთხოვნას და დაუკმაყოფილებს ბავშვს იმ მოთხოვნას, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია არავის არ გადაეცა. თქვენი აზრით ეს პერსონალური ინფორმაცია რისთვის სჭირდება ანტიკორუფციულ ბიუროს? ანუ ყველა кейს შეისწავლიან, რამდენად დახარჯეთ და თანხები აი ამ კონკრეტული ბენეფიციარების პრობლემის მოგვარებას მოხმარდა? ანუ რა არის მათთვის საინტერესო? მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზანი, რატო საერთოდ აი ესეთი ფართო მოთხოვნა წააყენეს და საერთოდ ყველანაირ ფურცელს ითხოვენ ორგანიზაციიდან, ამას ერთადერთი მიზანია. ეს არის დევნა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, ეს არის მათი ისეთ პოზიციაში ჩაყენება, რომ მათ ვერ შეასრულონ ეს ბრძანება და შესაბამისად დაიწყოს დევნა დირექტორების წინააღმდეგ, ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ, სხვა რეალური საფუძველი ასეთი ბრძანებების გამოცემას და ასე საქმის წარმოებას არ აქვს. ეს არის ერთადერთი გაცხადებული მიზანი, მათ თქვეს, რომ და არაერთხელ თქვეს, რომ უნდა კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობა, დახურვა და სწორედ ეს ოპერაცია ხორციელდება დღეს ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელიც მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან და საერთაშორისო ინსტრუმენტებთან და კონვენციებთან. დღეს ასევე საუბრობდა ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდებაო და აქცენტს აკეთებდა, რომ რომელიღაც ევროპული ინსტიტუტი არის მათთან კომუნიკაციაში. გააქვთ რაიმე ინფორმაცია თუ ეს მისი მხრიდან რაზე აქცენტი იყო? არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და ჩვენ რამდენადაც ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა ამასწინათ შეხვედრა ევროკავშირის ელჩთანაც, ასეთი არაფერი არ მოუთხოვია, თუმცა ამ ბოლო დროს, რასაც იყენებს ხოლმე შალვა პაპუაშვილი და რაღაცა ბაზებს, რასაც იყენებს, ეს არის უნგრული ორგანიზაცია და მოგეხსენებათ, უნგრეთს რა პოზიცია უკავია ზოგადად ევროკავშირში და ოცნებას რამდენად კარგი კომუნიკაცია აქვს უნგრეთთან, ასევე ალბათ ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც. კი, კარგი კომუნიკაცია აქვს, სამაგიეროდ უნგრეთს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები თვითონ ევროკავშირთან და ბოლო დროს იგივე შალვა პაპუაშვილი რა ინფორმაციასაც ეყრდნობოდა მანდატს
სწორედ ესე მოიხსენიეს როგორც რაღაცა ევროკავშირის ინსტიტუცია, თუმცა ეს არის უნგრელების მიერ შექმნილი რაღაცა ბაზა, რომელიც პირდაპირ გიდასტურებს, რომ სასია შეცდომები და მათ შორის საფარზე რა ინფორმაცია ეწერა, იყო აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია. მე მაქვს ეჭვი, რომ ისევ უნგრელებზე საუბრობენ ესენი და არა ოფიციალურ ევროკავშირის რომელიმე სტრუქტურაზე, იმიტომ რომ ევროკავშირს არანაირი შეკითხვები ჩვენთან დაკავშირებით არ ჰქონია. იცით რომ ისედაც ყოველთვის ტარდება გარე აუდიტები ევროკავშირის მიერ გაცემულ გრანტებს და თვითონ ევროკავშირი ძალიან აკონტროლებს და ყოველთვის ამოწმებს როგორ იხარჯება მისი გადასახადებლის გადამხდელის ფული. რაშენ კუპრაშვილმა ჯობია მიხედოს საქართველოს ბიუჯეტს, როგორ ხრავენ საქართველოს ბიუჯეტს ქართველი პოლიტიკოსები და მათ შორის თანამდებობის პირები, რომლებიც იმასაც კი არ აქვეყნებენ, თავის ქონებრივ დეკლარაციებსაც არ აქვეყნებენ და იხშობა ეს ქვეყანა კორუფციაში და ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა მიხედოს ამას და თავი დაანებოს იმას, თუ დიდი ბრიტანეთი თვითონ თავის ფულს რას უშვება, ამას დიდი ბრიტანეთი მიხედავს და ევროკავშირი თავის დახმარებას თვითონ შესანიშნავად აკონტროლებს. ძალიან კარგი და ძალიან მკაცრი რეგულაციები აქვს და ყველაფერს მიყვებიან და რაშენ კუპრაშვილს ურჩევნია საქართველოს გამოხრულ ბიუჯეტს მიხედოს. კი ბატონო, მადლობა. მადლობა, ბაია პატარაია ორგანიზაცია საფარის დამფუძნებელი.